Ყველას გულით მოგესალმებით. დღეს სამშაბათია და სამშაბათობით ჩვენ ვიკრიბებით ხოლმე რადიო იმედის ეთერში, რათა ვისაუბროთ ბიზნესზე. დღევანდელი ჩვენი თემა მიეძღვნება სამშენებლო მიმართულებას და სტუდიაში სტუმრად ყავს მოწვეული გვანცა ცუხიშვილი, ის გახლავთ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამშენებლო მიმართულებისა კომპანიაში მეგობრობა. მეგობრობა ჰოლდინგია, როგორც ვიცით, რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მაგრამ დღეს ჩვენ მხოლოდ ერთ მიმართულებაზე ვისაუბრებთ, ეს იქნება სამშენებლო მიმართულება. საქართველოში ინდუსტრია სამშენებლო მიმართულებით მკვეთრად იზრდება. ჩვენ ძალიან ბევრი სხვადასხვა ცვლილება ვნახეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვნახეთ უცხოელი ინვესტორებიც, რომლებიც ძალიან დიდ თანხას აბანდებენ საქართველოში და ძალიან მკვეთრად იმატებს ამ მიმართულებით მოქალაქეების ინტერესი. გვანცა პირველი რაც მინდა გკითხოთ, თქვენ ბოლო 10 წელია რაც აქტიურად ხართ სამშენებლო ინდუსტრიაში, მეგობრობა ჰოლდინგი ძალიან დიდი ხანია უკვე მომხმარებას ახსოვთ. ამ 10 წლის განმავლობაში რამდენი პროექტი გაქვთ განხორციელებული და რამდენი პროექტი გაქვთ დღეს მიმდინარე? მოგესალმებით თორნიკე, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფებით თქვენს გადაცემაში. ჩვენი კომპანია და არის 10 წელზე მეტი უკვე ბაზარზე. შესაბამისად, უკვე გვაქვს ძალიან ბევრი დასრულებული პროექტი და ეს ჯამში არის 12. ამ ეტაპზე გვაქვს 3 მიმდინარე პროექტი, რომელიც მდებარეობს ჩვენს ლოკაციებზე, როგორც არის მაგალითად საბურთალოზე გვაქვს პროექტები. საბურთალოზე მინდა ამ ჩვენს კომპანიას აქვს 2 პროექტი, ეს არის მაგალითად პოლიტიკოსკაძის შემიძლია შემოგთავაზოთ და სააკაძის შემიძლია შემოგთავაზოთ. ასევე დასრულებული პროექტი შემიძლია ორთაჭალაში ეს ორივე არის საცხოვრებელი კომერციული ტიპის ობიექტი. როგორ არის ჩვენთან არის როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული სივრცეები, საოფისე სივრცეებით შეგიძლიათ რომ განვიხილოთ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში. დიახ, ანუ ორივე მიმართულებით ვთავაზობთ მომხმარებას, როგორც კომერციულ ისევე საცხოვრებელი ტიპის უძრავქონებას. რა თქმა უნდა, ნახეთ საცხოვრებელ ტიპის ბინებს ვთავაზობთ, საოფისე ბინებს ვთავაზობთ და ასევე კომერციულ სივრცეებს. თქვენ თქვით რომ საბურთალოზე გაქვთ 2 მიმდინარე პროექტი. დიახ, საბურთალოზე გვაქვს დასრულებული პროექტი, ერთი მდებარეობს პოლიტიკოსკაიაზე, მეორე პროექტი შემიძლია შემოგთავაზოთ მაგალითად სააკაძეზე, რომელიც არის მშენებარე პროექტი. ინვესტიციისთვის ძალიან კარგი პროექტები. იმიტომ რომ ეს ადგილი არის გამორჩეული, იმით რომ ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებელია. ანუ ისეთი ტიპის ინფრასტრუქტურა გარშემო, რომ ყველგან ადვილად მიხვალ სანაპიროსთან ახლოს ხარ და გადაადგილებისთვის ძალიან მარტივია. რამდენად არის მოთხოვნა ამ მსგავს ტიპის პროექტებზე დღეს საქართველოში? იცით როგორ არის? მოთხოვნა საკმაოდ დიდია, როდესაც საინვესტიციოდ ადამიანს უნდა რომ ბინა შეიძინოს, პირველ რიგში აკვირდება ლოკაციას და ლოკაციაზე რა არის გარშემო. შესაბამისად, მაგალითად რა უნივერსიტეტები, რადგან ბევრია უკვე საინვესტიციოდ მშობელი ფიქრობს მაგალითად რომ შეიძინოს ისეთი ლოკაცია, სადაც ახლოს არის უნივერსიტეტი. ამ შემთხვევაში თუ ოჯახს უნდა რომ შეიძინოს, აუცილებელია რომ იყოს სკოლები, ბაღები და საბურთალოდ სავსეა მთლიანად სკოლებით, ანუ ყველა კერძო სკოლა თითქმის უმრავლესობა, საჯარო ბაღიც, აი ყველაფერი ახლოს არის, კვების ობიექტები ამ შემთხვევაში, მოლი, მაღაზიაც იქვია მაგალითად, ადამიანს აფთიაქი დაჭირდება, იქვია უნივერსიტეტი, იქვია სკოლა, იქვია სულო და გულო, რაც გინდათ ინატრეთ, ყველაფერი არის სააკაძის მიმდებარე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაძის ობიექტზე ალბათ დაინტერესება ძალიან დიდი იქნება. სააკაძის ობიექტი არის მინდა გავუსვა აქ ხაზი, რომ სააკაძის ობიექტი არის საკმაოდ ისეთი დაინტერესება მოთხოვნადი ლოკაცია და ბინების რაოდენობა არის შეზღუდული ამ შემთხვევაში. რო გითხრათ, რომ აქ საკმაოდ ბევრი ბინა იქნება არა, ამიტომ მინდა ვინც დაინტერესებულია. როდის დაიწყო ეს მშენებლობა და რა პერიოდის განმავლობაში გაგრძელება, როდის სრულდება პროექტი? ამ მშენებლობას რო საფუძვლიანად დასრულდეს თავისი ფასადის ეზოს მოპირკეთებით, იქ პარკინგებიც რო კეთილმოწყობილი იყოს, ჯამში ჭირდება 3 წელი. ამ შემთხვევაში დაახლოებით 1 წლის განმავლობაში რაც დავიწყეთ ამ პროექტის მშენებლობა, ეხლა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. თან მინდა გამოვარჩიო ჩვენი პროექტები არ არის მაღალსართულიანი რაღაცა 30-40 ამ შემთხვევაში სააკაძე საკმაოდ დაბალსართულიანი პროექტი არის, რაც ასევე მომხიბვლელს ხდის და პირდაპირ დიზაინში ხდება თბილისთან. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ისეთია ლამაზი, კომფორტული და მყუდრო პროექტი იქნება. საოფისე მიმართულებებიც არის ამ პროექტს წარმოდგენილი, კომერციული და საცხოვრებელი. ალბათ ადამიანების ძალიან დიდმა ნაწილმა უკვე მიაგნო იმას, რომ 37-38-40 სართულებზე ცხოვრება თბილისში არც ისე კომფორტული შეიძლება იყოს, როგორც წარმოგვიდგენია და მოთხოვნა ამ მიმართულებით ალბათ ძალიან დიდია. პოლიტიკოსკაია ძალიან გაცოცხლდა ამ ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ როდესაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებით ხოლმე რომელი მიმართულებით ვითარდება ქალაქი, ეს სწორედ ის მხარეა, რომელსაც ზედა საბურთალო ქვია, რომელიც პოლიტიკოსკაიას ქუჩას და მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს ხოლმე. აქაც ბევრი უნივერსიტეტია წარმოდგენილი და ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვალა.
და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც შეიძლება ძალიან მოთხოვნადი იყოს უძრავი ქონება. რა მდგომარეობა ამ მიმართულებით? ის როგორ არის კომპანია მეგობრობ, როდესაც არჩევს ლოკაციას, რომ დაიწყოს რაღაცა პროექტის მშენებლობა, რა თქმა უნდა აკვირდება გარშემო რაც ხდება. ხო რა არის განვითარებული იმ ლოკაციებზე. ამ შემთხვევაში პოლიტიკოსკაზეც უნივერსიტეტები სწორად აღნიშნეთ, რომ არის ეს არის იცით როგორ აი საბურთალოზე ცხოვრობ, მაგრამ ცხოვრობ მყუდრო ადგილას. ამ შემთხვევაში ხარ ქალაქის ცენტრში და ამავდროულად შენთვის მოშორებით. შესაბამისად, ის პოლიტიკოსკაი არის უკვე დასრულებული პროექტი, მინდა გავამახვილო ყურადღება პოლიტიკოსკაიზე, მე ასევე შემიძლია შემოგთავაზოთ გარემონტებული ბინებიც შემიძლია შემოგთავაზოთ, ასევე შემოგთავაზოთ მწვანე კარკასის კონდიციით ბინები, სადაც უკვე ადამიანი თავისი დიზაინით მოაწყობს ბინას და დიზაინი, აი აქვე მინდა ვახსენო, რომ ჩვენ ყავს ინტერიერის დიზაინერი, რომელიც ასევე დაეხმარება ჩვენს მობინადრეებს, რომ თავისი სურვილით, გემოვნებით მოაწყონეს ყველაფერი და შესაბამისად შექმნათ თავიანთი მყუდრო ბინა. ახლა შემოგვიყვება კორპუსებში ხშირი ახლა პრობლემა, როდესაც ერთდროულად მიმდინარეობს ხოლმე რემონტი, მე ვიღაცას რჩება ეს რემონტი და რაღაცა პერიოდის შემდეგ უკან უბრუნდება ხოლმე და შეთავაზება, რომელიც და განსაკუთრებით ალბათ ემიგრანტებისთვის იქნება საინტერესო შეთავაზება, რომ ბინა უკვე დასრულებული რემონტით არის და რადგანაც უკვე დასრულებულია რემონტი, შეუძლია პირდაპირ საცხობად გადავიდეს და აღარ იწვალოს ბოლო პერიოდში რასაც დავაკვირდებით, იმასაც შევამჩნევთ, რომ ძალიან შეიცვალა ზოგადად ფასები ხელოსნების მიმართულებით. სამშობლო მასალები არ ღირს ისეთი ძვირი, როგორც ხშირ შემთხვევაში ხელოსნები არის ხოლმე, იმიტომ რომ თუ ავიგებთ ფილებს და სხვა პროდუქტებს, გაცილებით ძვირი ჯდება ხოლმე ხელოსნების მომსახურება და კვალიფიციური ხელოსნების პოვნაც არც თუ ისე მარტივი არის ამ ბოლო პერიოდში. იცი რა არის, აი მართალია რომ არც ისე მარტივია, მაგრამ ჩვენ გვყავს გუნდი, ჯგუფი, რომელიც დაეხმარება ამ ადამიანებს ამ შემთხვევაში ბინების გარემონტებაში, რადგან ჩვენ ვართ ჰოლდინგი, ჩვენ გვაქვს ბევრი მიმართულება, მაგალითად როგორც არის სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზია და მრავალფუნქციური საწარმო გვაქვს. შესაბამისად, ვეხმარებით ამ ადამიანებს კვალიფიციური გუნდის შერჩევაში, დიზაინში და რემონტში. ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს მეგობრული ბარათი, სადაც მეგობრული, აი ძალიან კარგი კითხვა. რას ნიშნავს ეს მეგობრული ბარათი? მეგობრული ბარათი არის ჩვენ გვყავს პარტნიორი მაღაზიები, როგორც ასევე ჩვენი, ასევე სხვა პარტნიორი მაღაზიები, სადაც შეუძლია ამ ადამიანებს შეიძინონ სარემონტო მასალები, შეიძინონ ავეჯი, ტექნიკა, რაც დაეხმარებათ, რომ თავიანთი ბინა მოაწყონ უფრო დაბალ ბიუჯეტში, ვიდრე ისე ნებისმიერ შემთხვევაში, რომ შევიდნენ მაღაზიაში. მეგობრული ბარათი აუცილებლად გადაეცემა ადამიანს, რომელიც შეიძინს ჩვენთან ბინას. თუ იქნება ჩვენი მშენებარე პროექტი, არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც დაელოდოს ამ პროექტის დასრულებას, მეგობრული ბარათი შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერ თავის პროექტზე თუ აქვს სხვა მიმდინარე ამ შემთხვევაში შეიძლება აგარაკი აქვს, სადაც დასჭირდება რაიმე მასალის შეძენა, ჩვენს კომპანიაში ამ შემთხვევაში ისარგებლოს გარკვეული შეღავათებით. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს ყოველ შემთხვევაში ისეთ ადამიანებს, რომელსაც უნდათ და ყველა სჭირდება ხოლმე ახალ მოსახლეობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფასდაკლებები, სხვა ქსელებში და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დაეხმარება ხოლმე. თქვენ თქვით, რომ საბურთალოზე ორი პროექტი გაქვთ, ერთი პოლიტიკოსკაზის ქუჩაზე, მეორე სააკაძის მოედანზე, მაგრამ საერთო ჯამში სამი მიმდინარე პროექტი გაქვთ. გარდა ამ ორი პროექტისა, კიდევ რა პროექტი გაქვთ? ნახეთ, მიმდინარე პროექტებში რო ჩამოვთვალთ, მიმდინარე პროექტები ეს არის მშენებარე პროექტები, რომელიც არის მაგალითად კოსმონავტების ანაპიროზე, სააკაძე არის ჩვენ მიმდინარე პროექტი, რომელსაც მშენებარე სტატუსი აქვს ამ შემთხვევაში და მშენებლობის პროცესშია და მინდა გამოვარჩიო და გავცდეთ თბილისის ფარგლებს, ჩვენი ერთ-ერთი შესანიშნავი პროექტი, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორში. მინდა აღვნიშნო, რომ გორს არ აქვს ესეთი ფუფუნება, რომ ბევრი პროექტები იყოს და შესაბამისად ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული ამით, რომ დავიწყოთ გორში პროექტის მშენებლობა, რომელიც არის აქტიურ ფაზაში და საკმაოდ რატომ გადაწყვეტეთ გვანცა გორში აშენება, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში დავაკვირდებით ხოლმე და ჩემი აღმოჩენაც ის არის, რომ რეგიონები მკვეთრად ვითარდება და დიდი მოთხოვნა რეგიონებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსებისა. რატომ გადაწყვეტეთ გორში? რამე ტიპის კვლევა არსებობდა ამ მიმართულებით? თუ რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც გადაწყვეტეთ გორში აგეშერებინათ ახალი კორპუსი? გორში გადავწყვეტეთ, იმიტომ რომ მოთხოვნა ნახეთ ფიქსირდებოდა ყოველთვის, როდესაც გვიკავშირდებენ და თბილისი, ანუ ჩვენ მინიშნავთ ხოლმე შესაბამისად ვის რა სურს. აქედან გამომდინარე ვითვალისწინებთ მომხმარებლების აზრს,
და რატომ გადავწყვიტეთ გორი? იმიტომ რომ მომხმარებლების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, რომ გორს არ აქვს ეს ფუფუნება, როგორც აღნიშნე, შესაბამისად შევედით გორში, რადგან შეიძლება ადამიანებს მიმდინარე პროექტებში ჩანაცვლება სურდეთ ძველიდან უნდათ მაგალითად ახალ პროექტში გადასვლა, კერძო სახლში ცხოვრობდეს რამდენიმე ადამიანი და სურდეს რომ გადავიდეს ოჯახის გაფართოება. ოჯახის გაფართოების მიზნით. შესაბამისად ტურისტული მიმართულებაც უკვე საკმაოდ ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილები აქვს გორს და ადამიანებს ინვესტიციისთვისაც უჩნდებათ სურვილი რომ გორში შეიძინონ. შესაბამისად გორი არის ერთ-ერთი პროექტი, სადაც ამ ეტაპისთვის შესაძლებელია უფრო საინვესტიციო შეიძინოთ ბინა და როდესაც ჩვენი პროექტი შესაბამისად უკვე დასრულდება, ჩაბარდება და ჩაიბარებ ძალიან მყუდრო და კომფორტულ ბინას, შესაბამისად იქნება ძალიან ბედნიერები მოხარულები, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ ზუსტად იმ მომენტში. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია გადახდის პირობები, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებზე, როდესაც არის საუბარი. იმიტომ რომ როგორც წესი გადახდის პირობები არის ხომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბინა შეიძინოს მომხმარებელმა. და საქართველოში ძალიან ბევრი სხვა ტიპის გადახდის პირობები არსებობს. თქვენ ასეთ შემთხვევაში როგორი ტიპის გადახდის პირობები გაქვთ? აი ხა როგორც ამბობენ ტკბილი ლუკმა ბოლოში შემოვინახეო, ნახეთ ჩვენ გვაქვს დასრულებული პროექტი ორთაჭალაში. ამ პროექტზე ჯერჯერობით მე ესეთი ამ ეტაპზე არ მithქვავს, მაგრამ ორთაჭალაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაცია. ჩვენი ორთაჭალის პროექტი არის უკვე დასრულებული პროექტი. ბინები არის უკვე მწვანე კარკასის კონდიციით. შესაბამისად შესაძლებელია უახლოეს პერიოდში შესვლა, რემონტის დაწყება და გადასვლა. გამოვარჩევ ამ პროექტს იმით, რომ არის შესაბამისად აქვს კეთილმოწყობილი ლობი, ყველა სართულზე არის განთავსებული. ნახეთ, აი ხელოვნების ნიმუშია ჩემთვის ეს პროექტი, იმიტომ რომ შედიხართ ამ პროექტზე ნებისმიერ სართულზე, ნებისმიერი სართული უკვე ლობია. რომ გადიხართ, ანუ ხელით მოხატული სივრცეები გხდება და მოსასვენებელი სივრცე შეგიძლიათ ლიფტებთან, smart ლიფტები გვაქვს გამოყენებული ამ პროექტში და შესაბამისად, რადგან ამ პროექტს ესეთი იმით აღნიშნავ, მინდა აქვე გითხრათ, რომ ეს პროექტი მდებარეობს გორგასლის, ვახტანგ გორგასლის 40-ის მიმდებარედ და უპრეცედენტო გადახდის პირობები. მარტო ამ პროექტს არა, ზოგადად შემიძლია უპრეცედენტო გადახდის პირობებზე ვისაუბროთ. ესეთი რაღაცა დიდი ხანია ამ ბაზარზე ვარ და შესაბამისად დიდი ხანია ვიცნობ სამშენებლო მიმართულებებს და ეს არის ესეთი ჩვენი უპრეცედენტო პროექტი, რომ პირველადი შენატანის გარეშე ჩვენს დასრულებულ პროექტში შეგიძლიათ რომ შიდა უპრეცედენტო განვადებით შეიძინოთ ბინა. შიდა უპრეცედენტო განვადებით მაგალითისთვის შეგიძლიათ უკვე დასრულებულ პროექტში 20 თვიანი შიდა უპრეცედენტო განვადებით ისარგებლოთ და შესაბამისად ბინის გასაღები ჩაგაბაროთ მაშინ, როდესაც თანხა დაიფარება სრულად. შეიძლება აქ გაჩნდეს კითხვა, მაგალითად, რატო უნდა ვიყიდო უკვე დასრულებულ შიდა უპრეცედენტო განვადებით და ველოდო მაგალითად ბინის გასაღებს, როდესაც შემიძლია მაგალითად უკვე მშენებარეში პროგრესის შესაბამისად უფრო დაბალ ფასში. მაგრამ დაბალ ფასში ვერ შეიძლება, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთ კონკურენტუნარიან ფასს გთავაზობთ. მაგალითისთვის ძალიან ბევრი მაგალითები არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც ბინას ყიდულობენ იდეაში და წარმოდგენა არ აქვთ მათი 50 კვადრატი როგორ გამოიყურება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს 1000 ვერსია არსებობს, როგორ შეიძლება გამოიყურებოს 50 კვადრატი. რამხელა შეიძლება იყოს 4 კვადრატი ან 3 კვადრატი სველი წერტილი. 1000 ვერსია არსებობს ამას. 1000 ვერსია არსებობს. შესაბამისად, ჩვენ გათვლის პრინციპით სხვადასხვა, როგორც ჩემთვის ცნობილია, როგორ ითვლიან ზოგადად კვადრატულობებს და კი, ნახე როგორია, ანუ მივდივართ და ვაჩვენებთ, აი ეს კონკრეტული ბინა, ნუ იტყვი რომ შეიძლება სხვა კონკრეტულ უკვე დასრულებულში ვაჩვენო 50 კვადრატი, მაგრამ ხეც ხო ვერ ვაჩვენებ იმ 50 კვადრატში. ანუ ადამიანმა ზუსტად იცის, რას ყიდულობს, ზუსტად იცის, როგორი ხედი ექნება და ზუსტად აქვს წარმოდგენილი, რო გადავა ამ ბინაში, როგორ გაარემონტებს, სად დადგავს მაგალითად მისთვის ასრულ ტელევიზორს, დივანს, საწოლს. შესაბამისად, მეორე ფაქტორი არის ეს, რომ ბანკებმა მაგალითად შემოიტანეს პროექტის სუბსიდირების. ამ შემთხვევაში მაგალითად ადამიანი რომელიც დღესდღეობით ბავშვს ელოდება დასრულებულ პროექტში რომ შეიძინოს ბინა სხვა სამშენებლო მიმართულებით ამ შემთხვევაში სუბსიდირებით ვერ სარგებლობს, იმიტომ რომ ეხლავე უნდა შეიძინოს ბინა. ჩვენ შემთხვევაში შიდა უპრეცედენტო განვადებით ყიდულობს ბინას, ბინა ბავშვი როდესაც შეიძინება სუბსიდირებით გადავა და შესაბამისად ჩაუბარებთ ბინის გასაღებს. როდიდან ამოქმედა ეს სუბსიდირების პროგრამა და რამდენად აქტიურ ფაზაში არის და შესაბამისად ჩვენ სარგებლობს ამ სუბსიდირებით. სუბსიდირებით სარგებლობს ბავშვი, ვისაც ახალი შეძენილი დღეს წლამდე დაახლოებით, როგორც გვაქვს ინფორმაცია. ამიტომ აქტიურად ბანკებს აქვს ეს პროექტი და ჩვენთან თუ შეიძლება შიდა უპრეცედენტო განვადებით მაგალითად დღეს ბინას პირობითად ორთაჭალის პროექტი და ბავშველოდებით უკვე მარტის თვეში შესაბამისად შეგიძლიათ რომ შიდა უპრეცედენტო განვადებით პირველადი შენატანის გარეშე შეიძინოთ და უკვე მერე მარტში გადახვიდეთ სუბსიდიად. ალბათ ძალიან საინტერესო ჯგუფია ემიგრანტების ჯგუფი და მათთვისაც ძალიან საინტერესოა, ხომ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი მინახავს, რომელსაც შეუძენია ვირტუალურად რაღაცა ტიპის კორპუსში რაღაცა ბინა და შემდგომ
ძალიან სხვა გამოცდილება მიუღია. ასეთი ტიპისთვისაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება თქვენი ორთაჭალის პროექტი, რადგან უკვე დასრულებულია და შეუძლია ვიდეოს არით ან ვიზიტით ნახოს აღნიშნული პროექტი. იგივე პირობები გაქვთ სხვა პროექტებზეც პოლიტიკოვსკაიასა და სააკაცის მოედნებზეც უფრო შიდა განვადებით ყოველგვარი წინასწარი შენტანის გარეშე. ნახე პირველად შენტანის გარეშე შეგვიძლია შევიძინოთ ბინები, როგორც არის გორი, რა თქმა უნდა, სააკაძეზე აუცილებლად შეგიძლიათ, ანუ სანაპიროზე შეგიძლიათ აუცილებლად შეიძინოთ. ჯიქიაზე გვაქვს გამორჩეული ამ შემთხვევაში, ჯიქიაზე უკვე შეგვიძლია რომ გადავიდეთ რემონტი დავიწყოთ. გამოვარჩევ რამდენიმე ბინას, სადაც შეგიძლიათ პირველადი შენტანის გარეშე შეიძინოთ, მაგალითად ოჯახისთვის ბინა, მაგრამ აქვე მინდა გამოვყო. ჩვენთან გარდა იმისა, რომ პირველადი შენატანის გარეშე შეუძლია რომ ბინა შეიძინოს, არავინ არ უზღუდავთ, რომ პირველადი შენატანი დააფიქსიროს, შესაბამისად განახორციელონ 10%-იანი, 20%-იანი, 30%-იანი, 40%-იანი შენატანები და კომპანია ამაზე აუცილებლად გაუკეთებს ფასდაკლებას. შესაბამისად, ჯიქიაზე შეუძლია ადამიანებმა შეიძინონ ბინა პირდაპირ ბანკის იპოთეკით. ამ შემთხვევაში მინდა დასრულებულია. რადგან უკვე დასრულებულია, თუმცა ორთაჭალას დასრულებულია, მაგრამ ორთაჭალაში გვაქვს ესეთი აქცია, რომ პირველადი შენტანის გარშე შიდა უპროცენტო განვადებით. ბანკებთან ურთიერთობას კომპანია რა თქმა უნდა უმარტივებს ამ შემთხვევაში. ცოტა რთულია, როდესაც ბანკიდან სესხის აღება გვიწევს, შემოსავლები უნდა დავადასტუროთ, სხვა უძრავი ქონება შეიძლება დაგჭირდეს. ჩვენ შემთხვევაში, სხვა უძრავი ქონების უზრუნველყოფა არ დაგჭირდებათ და უფრო გამარტივებული პროცედურით, უფრო სწრაფად, მარტივად ისარგებლებს ამ შემთხვევაში ბანკიდან სესხის აღება შეძლებთ, როდესაც შეიძენთ ჩვენს პროექტებში ბინას. რაც კიდევ უფრო ამარტივებს აიოლებს და თითქმის ახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ. ეხლა როგორც უკვე ვიცი, იუსტიციაში შეგიძლიათ ისე დაჯავშნოთ ვიზიტი, რომ სახლიდან თუ ელექტრონული ხელმოწერა გაქვთ, შესაძლებელია, რომ ბინა მარტივად შეიძინოთ. და საერთოდ არ გამოცხადდეთ. საერთოდ არ დაჯავშნოთ და მარტივად. ხო, ემიგრანტებზე რო შემეკითხეთ, ემიგრანტებისთვისაც ძალიან მარტივია ამ შემთხვევაში. ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია დისტანციურად გაკეთდეს. ამ შემთხვევაში იმეილზე გადაიგზავნოს ხელშეკრულებები, ვირტუალური ზარი ჩავნიშნოთ, მისი ახლობელი, ძირითადად ემიგრანტებს უჭირთ ხოლმე, რომ ჩემი ახლობელი მოვა და ეს ახლობელი ვინ არის, იდეაში ან როდის მოვა, იმას ცალია, ცალკე დრო, რესურსი. და ეს ადამიანიც არ არის კონკრეტულად ჩახედული აი ამ პროცედურებში, რომელიც ბინის გადაფორმებასთან არის კავშირში და როგორც ემიგრანტს ალბათ შინაგანათაც გააქვს რაღაც ტიპის ფოთვები, რომ რა გადაიფორმა ხელი, რას მოაწერა შენს ნაცვლად, მართლა ის არის თუ სხვა არის. კი, გეთახვამით, ნახეთ, ემიგრანტებისთვისაც ზუსტად დისტანციურად უგზავნით ხელშეკრულებებს, ვიდეო კოლს, თვითონ მენეჯერი, იცით რა არის ყველაზე კარგი, რომ ჩვენს პროექტებში, როდესაც ბინას ყიდულობთ, თვითონ მენეჯერი მოყვებათ ამ შემთხვევაში და მენეჯერი გიხსნით ზუსტად დეტალებს. რა სად არის ამ შემთხვევაში და ზუსტად იცის და არც ერთი კითხვის ნიშანი არ ჩნდება ემიგრანტის და ზოგადად არა ემიგრანტის შემთხვევაში, როდესაც ჩვენთან ბინას შეიძეს, იმიტომ რომ ზუსტად ნახულობენ სად რას როგორ ყიდულობენ. რამდენად არის ის პროცესი გამართული, რაც ქვია შეძენის შემდგომ მომსახურებას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც კომპანიები ყიდიან ხოლმე, სამშენებლო კომპანიები ყიდიან ხოლმე უძრავ ქონებას, ყველაზე მთავარი პროცესი არა ყიდვის პროცესი, არამედ ყიდვის პროცესის შემდეგ იწყება ხოლმე, იმიტომ რომ 1000 ტიპის შეკითხვა, 1000 ტიპის პატარ-პატარა გამოწვევა არსებობს ხოლმე სამშენებლო კომპანიებთან. ასეთ შემთხვევაში თქვენთან როგორაა ეს სისტემა აწყობილი? სერვის მომსახურება, რა თქმა უნდა, ყველა პროექტს აქვს, იმიტომ რომ ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვიზუალი რაც პირვანდელი სახით ჩავაბარეთ, შესაბამისად შენარჩუნდეს. ჩვენს პროექტებზე რომ გადავავლოთ თვალი და რომ მივიდეთ თუნდაც იმ დასრულებულ პროექტებზე ახლა რომელიც გვაქვს, ვიზუალი რა თქმა უნდა შენარჩუნებულია, შიდა სივრცე შენარჩუნებულია და სერვის მომსახურებაზე რა თქმა უნდა კომპანია ზრუნავს. აქეთ ეს მინდა გავამახვილო ყურადღება ზუსტად ის მეგობრული ბარათი, რომელზეც ამაზე იყო, ზუსტად სერვისია მიბმული, ხო? სერვისია მიბმული სარემონტო სერვისი. ჩვენ ყავს მაგალითად ხელოსანთა ჯგუფი, რომელიც პროექტში იმყოფება 1 წლის განმავლობაში. შესაბამისად, თუ რაიმე დასჭირდება ეს იქნება მაგალითად წყლის სისტემასთან დაკავშირებული კითხვები, ეს იქნება ელექტრობასთან დაკავშირებული. აუცილებლად ყავს წარმოდგენილი პროექტ მენეჯერი, რომელიც ეხმარება მობინადრებს ისეთი ტექნიკური საკითხების მოგვარებაში, როგორც არის მაგალითად ელექტროობა. მე არ ვამბობ საერთო სივრცეებზე, მაგალითად ამ ადამიანს შეუძლია დახმარება გაუწიოს მის საკუთრებაში არსებულ
დაზიანებებზე თუნდაც მაგალითად. დიახ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი სამშენებლო მასალების, რომელიც გამოყენებულია ხოლმე კონკრეტული ობიექტების მშენებლობის დროს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დღეს მკვეთრად შეიცვალა ზოგადად ამ მიმართულებით. მუშაობა, რადგანაც ტექნოლოგიურმა ტრანსფორმაციამ, ახალმა მეცნიერებულმა მიღწევებამ მთლიანად შეცვალა სამშენებლო ხარისხი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სხვა ტიპის ბლოკები, რომლებიც თბომედეგია, ვიცით ასევე გადახურვის თანამედროვე სისტემები და ბევრი სხვა მიმართულება არსებობს დათბუნების მიმართულებით, ჰიდროიზოლაციის მიმართულებით, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ სამეცნიერო განვითარებამ შესაძლებლობა მისცა მთელ მსოფლიოს, რომ ახლებურად დაენახათ თვითონ მშენებლობის პროცესი. ასეთ შემთხვევაში თქვენი მიმართულებით როგორ შენდება თქვენი კორპუსები, რა სამშენებლო მასალებს იყენებთ? ნახე როგორ არის ჩვენი პროექტები ძირითადად მშენებლობის პროცესში რაც არის ამ ეტაპზე და დასრულებული მინდა ხაზი გავუსვა რომ აი მაგალითად არის თბო ეფექტურობას ინარჩუნებს ამ შემთხვევაში ხო ხმის აიზოლაციო სისტემებიც ორთაჭალაში მინდა გამოვყო მაგალითად და ზოგადად ყველა ჩვენს პროექტში კარ ფანჯარაზე გამომხილო ყურადღება რაც ზოგადად ბინას კრავს იმიტომ რომ გვაკავშირებს როგორც შიდა მხარე გარე მხარე კავშირდება ერთმანეთთან ხო ჩვენ შემთხვევაში გამოყენებულია გერმანული სალამანდრას კარფანჯარა, რომელიც მაგალითად ხმის საიზოლაციოს როგორც მაგალითად გარედან შემომავალ ხმას იკავებს აუცილებლად, ასევე სითბოს ბინაში. ჩვენ შემთხვევაში გამოყენებული გვაქვს საღებავებიც სამღებრო სამუშაოებს, როდესაც ფასადზე ვმუშაობთ ხოლმე, გამოყენებული გვაქვს ამ ეტაპისთვის კაპაროლის მასალა გვაქვს გამოყენებული და ასევე ვიყენებთ ჰაიდელბერგის ცემენტს და ვიყენებდით ჰაიდელბერგის ბეტონსაც. დიახ, ანუ ის მასალები, რომელიც დღეს ხარისხობრივად არის საუკეთესო ბაზარზე, საუკეთესო ლიდერი ამ შემთხვევაში. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის მართვა, თვითონ როგორი მართვა პროექტი, რამდენად არის ხოლმე პროექტებში ვადა გადაცილებები და სწორედ მიყვება ხოლმე ამ გრაფიკს, რომელიც აქვს ხოლმე მშენებლობას. მშენებლობის პროგრესი იმაზე სწრაფად არის ზოგადად და იმაზე კარგად არის, ვიდრე მოლოდინი არსებობს ხოლმე ზოგადად. ბაზარზე რო გადავხედოთ, ანუ ჩვენი პროექტები არის, ნახეთ, ვადაზე ადრეც დავასრულეთ, მაგალითად ორთაჭალის პროექტი. ძირითადად პროექტები, რომლებიც დასრულებული გვაქვს, ვადებში ვასრულებთ და ვადაზე ადრეც. ასევე გვაქვს ხოლმე სურპრიზები, პატარა სურპრიზები ჩვენი მობინადრეებისთვის. მოლოდინი ის რომ მაგალითად რაღაცა არ იყო, არ აქვთ ხოლმე მე უკვე ჩნდება ისეთი რაღაცები, რაც არ ქონდათ და მაგალითად მე არის. აი ამ შემთხვევაში მინდა გამოვარჩიო ორთაჭალაში სავაჭრო ობიექტის, ანუ დაბალსართულიანი შენობა შენდება, სადაც იქნება განთავსებული სავაჭრო სივრცეები, ფიტნესი, მაღაზიები, აფთიაქი და საკმაოდ კეთილმოწყობილი რეკრეაციული, რომელიც 6500 კვადრატული ორთაჭალის პროექტი. დიახ, თქვენ ახსენეთ რეკრეაციული ზონა. ზოგადად რამდენად შეიცვალა მომხმარებლების მიმართ რეკრეაციული ზონებისადმი მოთხოვნა. პანდემიის შემდეგ ჩემი დაკვირვებით ძალიან აქტუალური გახდა ზოგადად ეზოების საერთო სივრცეების და ზოგადად ლანდშაფტის თემა, იმიტომ რომ პარკების, სკვერები, გარეთ ცხოვრება უფრო ტრენდული გახდა. და ჩაკეტილი 4 კედელში ყოფნის მერე, როცა პანდემიაში ასეთ დროს მოვხდით, უფრო მოთხოვნა ალბათ ვფიქრობ, რომ იმ მიმართულებით წავიდა, რომ დღეს ეზოები, სკვერები, პარკები არის თითოეულ კორპუსში. თქვენს შემთხვევაში როგორ არის ეს მიმართულება განვითარებული? აუცილებლად ნახეთ, ჩვენ ჰოლდინგს ანუ ამ შემთხვევაში მეგობრობას აქვს ფიტნეს მიმართულებაც. შესაბამისად, ჩვენ თვითონ ვზრუნავთ, რომ ყველა პროექტში განთავსებული იყოს ფიტნეს დარბაზი. რა კარგია ჩამთელი ცხოვრების წესაც. დიახ, ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ კომპანია, რომელიც ვამბობთ, რომ აი იქნება ფიტნეს დარბაზი, მაგრამ არ ვიცი რომელი. შესაბამისად, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ იქნება და ზუსტად ვიცით, რა იქნება ამ შემთხვევაში. რეკრეაციულ ზონასაც საკმაოდ დიდ დროს ვუთმობთ, რომ როგორ მოვაპირკეთოთ ამ შემთხვევაში. გვექნება აუცილებლად წარმოდგენილი სტადიონი, იქნება საბავშვო სივრცეები მოწყობილი ორთაჭალის პროექტში, იქნება სავაჭრო ობიექტი. ამ შემთხვევაში, სადაც სხვადასხვა დატვირთვა ექნება იმ პატარა შენობას, რომელიც ძალიან კომფორტულად ერწყმის იმ გარემოს. რა თქმა უნდა, საპარკინგო სივრცეებზეც მინდა გამომახვილო, რაც დღეს თბილისში ალბათ ძალიან ისეთია. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია. კიუნეული წერტილია. ჩვენს ყველა პროექტს აქვს როგორც გარე ავტოსადგომები, ისე შიდა დახურული ავტოსადგომები. რა თქმა უნდა, ავტოსადგომების შეძენის დროსაც მოქმედებს შიდა განმადება ამ შემთხვევაში და
დავუტოვებთ აი ჩვენს პროექტებს რო გადავლოთ თვალი რომელიც ახლა უკვე დასრულებული გვაქვს შიდა ეზოებში საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს სადაც შეგიძლიათ განაისრომ შეიძინოთ ამ შემთხვევაში უკვე დასრულებულ პროექტებზე ვსაუბრობ შეგიძლიათ მიხვიდეთ და ავტომობილი თავისუფლად გააჩიოთ რა თქმა უნდა ამას ლოკაცია უნამაძლევდეს ამის შესაძლებლობას ხო ის პროექტები რომლებიც გვაქვს ახლა დასრულებული საკმაოდ ბევრი გასაჩერებელი სივრცე აქვს და ჩვენ ზრუნავთ რომ ჩვენს არსებულ პროექტებზეც შესაბამისად გარე სივრცეზე არ იქნება ლოგიკური რომ თქვა რომ ყველას და 100%-ით ექნება რა თქმა უნდა თავისუფალი სივრცე მაგრამ უკმაყოფილოები არ იქნებიან ჩვენი მობინადრეები. დიახ, რამდენად არის მოთხოვნა ზოგადად ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ორი მიმართულება დომინირებს ხომ. ერთი არის, როდესაც საინვესტიციოდ ეძებენ ხომ და ჩვენ ვიცით რომ თბილისი ყოველდღე უფრო და უფრო ატრაქტიული ხდება არაქართველი მოსახლეობისთვის და ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს, რომელიც საქართველოში ზოგი სასწავლებლად ჩამოდის, ზოგი სამუშაოდ ჩამოდის, 1000 ვერსია არსებობს. ერთი საინვესტიციო მიმართულება და მეორე საცხოვრებელი მიმართულება. ხშირია ხომ შემთხვევები, როდესაც ახალაშენებულ კორპუსში 80% საინვესტიციოდ არის და ადამიანები რომლებიც იქ ცხოვრობენ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერები არ არიან ხომ რადგანაც უწევთ ცოტა ქაოსში ცხოვრება. როგორი გადანაწილებაა თქვენ შემთხვევაში? ვინ ყიდულობს ძირითადად მეგობრობაში ბინებს? მეგობრობა. ნახეთ ისი როგორია, სახელიც ისეთია მეგობრობა. ზოგადად ჩვენი პროექტები წარმოადგენენ კომპლექსურად არ ვართ ხოლმე რომ ანუ ერთ ლოკაციაზე რამდენიმე შენობა გვიდგას. ზირთადად ერთი და განუმეორებელი შენობა გვიდგას ხოლმე თავისი ვიზუალითაც შეამჩნევდით, ხო? ჩვენ შემთხვევაში ანუ ნახეთ ოჯახური გარემო არის, ოჯახური თბილი მყუდრო გარემო. რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი საინვესტიციოდ არავინ არ ყიდულობს, მაგრამ ეს არის ისეთი როგორ გითხრათ, ცოტა შედარებით უფრო ნაკლები პროცენტული მაჩვენებელი, ზირთადად ოჯახები არიან სტუდენტები ზირთადად საინვესტიციო მიმართულებაში გამოყოფ მაგალითად სტუდენტებს, რომელსაც რა თქმა უნდა თავისი ოჯახის წევრები მოყვება და ეს არ არის ისეთი როგორც სასტუმროს პრინციპით, მაგალითად დღეს სხვა არის, ხვალ სხვა არის, ეგ სხვა არის. ამიტომ ოჯახური თბილი მეგობრული გარემო არის ყველა ჩვენს პროექტში. ძალიან კარგი. თქვენ ახსენეთ რომ სტუდენტები და ზირთადად ოჯახები ყიდულობენ. ამ ეტაპზე გაქვთ 3 პროექტი, რომელიც ჩვენ დავასახელეთ თბილისში, ერთი ორთაჭალაში, მეორე პოლიტკოვსკაიაზე, მესამე საკაცის მოედანზე. ასევე გაქვთ და სანაპიროზე 5 პროექტი გაქვთ. ჯამში 5 გასაყიდი პროექტი გაქვთ და პლუს ამას ემატება გორის პროექტი. ნახეთ, სულ ჯამში 5-ია, აქედან 4-ია თბილისი და 1 გორი. დიახ. ყველაზე მეტი მოთხოვნა რომელი მიმართულებით არის თქვენი გამოცდილებით? იცით როგორ ზოგადად ყოველს უნდა ხოლმე დასრულებული პროექტი. ანუ პირველი კითხვა რაც ისმის ხოლმე ზარში ეს არის დასრულებული პროექტი. რა პირობებია, როგორი გადახდა არის ასე შემდეგ და ფასები. პირველი მოთხოვნა არის დასრულებულ პროექტზე და მე შესაბამისად იმის და მიხედვით, როდესაც მენეჯერი დაადგენს, თუნდაც ეს სტუდენტი, უკვე სტუდენტია თუ მომავალი სტუდენტია, უკვე მშენებარეც უკვე მოთხოვნადი ხდება, იმიტომ რომ მშენებარე პროექტებზე ამ შემთხვევაში არის ხოლმე რომ აი მაგალითად შესაძლებელია რომ უფრო შეღავათიან ფასად, უფრო მომგებიანი გადახდის პირობებით, ხანგრძლივ პერიოდზე და უფრო დაბალ ბიუჯეტში შეიძინონ ბინა. თუ გვეჩქარება ამ შემთხვევაში ჩვენ ორივე ვარიანტი გვაქვს. თუ გვეჩქარება და უკვე გადასვლა გვინდა რომ საცხოვრებლად გადავიდეთ, გვაქვს დასრულებული პროექტები, აი საბურთალოზე მაგალითად მაქვს დასრულებული პროექტი, მაქვს მშენებარე პროექტი. ორთაჭალაშიც დასრულებული. სად შეიძლება ვნახოთ მეტი ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელსაც თქვენ საუბრობთ თქვენს? ჩვენი ინფორმაცია აუცილებლად შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს Facebook გვერდზე, მეგობრობის Facebook გვერდზე, ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს საიტზე, მეგობრობაჯიზე. აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომრებზე. ეს არის 551-510-510 და მეორე ტელეფონის ნომერი ეს არის 032-622-122. და ბოლოს შეკითხვით ალბათ სამომავლო გეგმებისკენაც კითხავდით. რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, რა მიმართულებით ფიქრობთ განვითარებას? იცით როგორ არის ჩვენ ვფიქრობთ რომ შევიდეთ ისეთ ლოკაციებზე რომელიც ამ ეტაპისთვის მაგალითად ჯერჯერობით არ ვართ წარმოდგენილები და ვფიქრობ რომ საკმაოდ საინტერესო ბევრ კარგ პროექტებს შემოგთავაზებთ აი თქვენი გადაცემის სტუმარი რო ვიქნები შემდეგ ჯერზე აუცილებლად მოგიყვებით ჩვენი ახალი პროექტები. მე ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ გვანცა დღევანდელი სტუმრობისთვის, რომ ძალიან ჩქარა გაიარა. წარმატებები მინდა ვუსურვო მეგობრობას და პირადად თქვენ